მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში ნახავთ მორიგ unboxing-ის ვიდეოს. რამოდენიმე თვის წინ ვიყიდეთ M340, რომელიც კოპარტის სურათებში ძალიან კარგად და საეჭვოდ გამოიყურებოდა და კარგად იცით როგორ მიზიდავს ხოლმე კოპარტის სურათებში, ან ტურბო ჩანს, ან თესლი დისკები რო დგას. ბოლო 3-4 მანქანა დისკების გამოვიხიდე, მაგრამ ამანქანა ძალიან ცუდი დისკები უდგას, მაგრამ ჩანს დიდი ტურბო, უпростоრედ ტურბოს ნარჩენი, ცხელი კოლექტორი თავის ტურბოს ცხელი მხარით, ან ტურბოს ტრაკით, რაც ძალიან დიდი იყო და ვიყიდეთ მაგის გულისთვის, არ ვიცით რა ჩამოვა და როგორი ჩამოვა. სურათებში ჩანს რომ დაძარცვია, მაგრამ იქნებ ხლად ყველაფერი არ იყოს მოხსნილი და ერთ-ორ სურათს ჩავსვათ, რომ უცბად წარმოდგენა შეგიქმნათ, ფლობელმა იქნება დაგვიტოვა ან კოლოფი, ან საწვავის სისტემა, იმიტომ რომ სუპრაზე საწვავის სისტემაში გადავიხადეთ არ ვიცი 5000 რაღაცა დოლარი, პლუს გზა გამბაჟება ემატებოდა და დაახლოებით 7000 დოლარი ხდება კარგი საწვავის სისტემა, რომ 1200-დან 1500-მდე ამოვიდეს და თქვენთან ერთად დავათვალიერებ ამ მანქანას. კოლოფის იმედი გვაქვს, უბრალოდ და ეგ მანქანა ვიყიდეთ დონორად, რომ გქონდეს კოლოფი, ან გიდრომთა ჩამოყოლოდა ამ მანქანისთვის. ან რამე რო დაგჭირდება ფარსონკა, ბაბინა, სვეჩი, უცბად ზაპასი გქონდეს ყველაფერი დრაგზე, რომ სარბენი და რაღაცა არ მოგვიწიოს რა. ყველაფერს ბუბუსთან ვიღებდით ხოლმე, მაგრამ გენ2-ზე ბუბუსაც არ აქვს, ყველაფერი გენ1-ები აქვს და ბევრი რო აღარ ვიწვალოთ. პლუს მაგას განვიხილავთ, რომ სუპრა გავაკვადროოთ, ინგლისში აწყეს ახლა კვადრო სუპრა, რომელიც 1000 ცხენზეა და ძალიან მაგრად დადის, ის მანქანას კვადროა და ნახოთ რა გამოვა და როგორ გამოვა რა. დამაღამ ველოდებით გელას, სადაც პირველი ორისკენ უნდა ჩამოვიდეს და ალბათ ხვალ გადავიღებთ ჩვენ. და ნახოთ რა გამოვიწერე და რა ჩამომივიდა. იმედია ბევრი კარგი და საინტერესო დეტალი ჩამოყვება. დაადე კარგად. რეები ედგა და რეები მოგვიხსნეს. ციგნები კი მოგვიყოლეს. მოკლედ, აქ რო დაუდგათ ჩვენი აკუმულატორი და პერემიჩკა რო აქვე დავაერთოთ, წესით ერთი ისე დატრიალდება, რომ განეიტრალდება რა. მოკლედ ჩამოვიდა M340, რაც არ ვიცოდი და ჩამოყარე პერფორმანსის განსვლელი, რომელიც ვიცი რომ ძვირი ღირსთან არის შოვება, უბრალოდ უფრო არის შოვება ვიდრე ძვირი ღირს. ჩვეულებრივი განსვლელებში იძახიან 1500-1200 დოლარებს, იმიტომ რომ არის შოვება რა. რეალური ფასი როგორც ვიცი 1000 დოლარია, 900-1000 დოლარი. პროსტა 10-დან 900 არ ჩამოსდევს და ერთს რო ჩამოსდევს ოქროს ფასი აქვს, როგორ სახდება ხოლმე რა, მოთხოვნა დიდია, მიწოდება არ არის. ჩვენ შემთხვევაში დაჟე პერფორმანსი ჩამოვიდა და წამოეხა ძრავში განახო რეები ხდება. მოდი. ტურბო იდგა დიდი ვიშიბალა, რომელიც აღარ მოხსნეს სავარაუდოდ, ან ბოლტი ჩაუწყდათ, ან რამე დაბლა გეითები მოხსნილია. დაუნფაიფი დგას. ეხა ნახე. ესენი მოგვაყარეს, მაგრამ გაუქმებულებია. ეს იყო პორტი, მაგრამ ეს ახსენე წერან პორტის ბლოკი არ დაგხვდა, ეს დამატებითი ფარსუნკების პროდუქტაა და ეს დაგვიტოვეს, გვაქვს. მაღალი წნევა არ უდგას,
სტოკი ფარსუნკები უდგას და სტოკი ბაბინები და რაღაცეები დგას ყველაფერი. ეს ჩარჯი არა დგას და ნახე კიდე დან. რასთავარია ძრავის კომპიუტერი დგას. აქეთ სლივები არის თან, რაღაც კაი სლივები ჩანს. დაყენებული სუპრაზე გადატანა შეიძლება. ეს რაღაცა დგას. არ ვიცი რა იყენა და რა სისტემა აყენია, მაგრამ რაღაც კარგი როა. ფაქტია, ეს დაზაგლუშკებული იქნება. ეს ამ მდგომარეობაში როა გაჩვენე, აქ დროს ელიძვრება. ნუ ერთადერთი რაც შეიძლება ამ მანქანას ახლა ედგეს ფასეული. არის ბაკის ნასოსი, იმიტომ რომ საბარგულში აკუმულატორის გვერდზე დამატებითი რელეები და რაღაცეები ედგა რა. ხო და ის არის, ვიცი რომ დგას რა, იდგა და რა დაგვიტოვეს არ ვიცი, წამ სალონშიც გადავიდეთ უცბად. ორი სიტყვით, ფარი გადარჩენილია, უბრალოდ გელა მოხსნა და სალონში ჩაგვიდო, არსად არაფერი ბრძარი არა აქვს და რაც ყველაზე მაგარია, არის ეს shadow line ფარი თუ shadow ფარი, არ ვიცი როგორ აქვია ზუსტად. ქარხნულთან შედარებით უფრო ფასეულია რა. კორიკები მოსდევს. ოპა, ეს სუპრაზე გჭირდებოდა, მაგრამ ორიანია. ვიდეოს ხელში. არა, განდონები არ ჩავობა. ბიჭო. აუ, ლებაზარი. ანუ ისია ესეც ამოგდებული, რომ უეჭველი არც ეს არიდება. აქაც გადახსნილია. არა. ვაფშე ნასოსის დაგვახვედრეს ეგეც კაია. კი, სტოკი ნასოსი დგას, თავის პერეხადნიკებით აუ ყარს აქაურობა. რაზე ამუშავებდნენ, ჩემი კაი. პატკლინიკი აიყოლა. ო, დაბლარას დაუშვით წეღან. ჩვენ ვიცით რაზეც ახმარობდნენ ბიჭები. იქაციციან კაიზეთი რა არის, ხედავ. მოკლედ, კადრები გვაკლია, იმიტომ რომ ალექსა გვიჟდა საჭესთან და მანქანა ვერ ჩამოჰქონდა. არ ხალასტოვდებოდა, რაღაც ინტერნეტში ვნახე ტუტორიალი, რომ ვითომ სამჯერ დიაგნოსტიკ მოუჩი და მერე ორჯერ ხელის მიჭერა და კაროჩე, თითაობა, ვითითავეთ არაერთხელ და ვერ ვქენით. კულმინაციამდე ვერ მივედით მოკლედ. ხო და მერე ისე მამა-პაპური ხერხით ავწიეთ ორდანგრადზე და შევძვერით ქვეშ. მაგრამ ჩემი გაბარიტებიდან გამომდინარე მე ვერ მოვახერხე და მერე ბიჭები მომეხმარნენ. ხო და ის იყო რა ხია. ბოლოს ესე მოხდა რა. ეს რა ამბავი სუნებია ნახე. ჩემი კაი ბუღი დადგა. პლუსი და მინუსი ერთ უცბად რო ჩამოვყარო რა. რაც ვიცოდით რომ მანქანას ედგა და მოხსნილი ქონდა, ყველაფერი მოხსნილი ქონდა და რაზეც ფიქრობდით ისინიც მოხსნილი ქონდა, რაც ვიცოდით, მოკლედ საწვავის სისტემა ედგა, პორტი ედგა, პორტი მოხსნილია, მართვა მოხსნილია, ფარსუნკები მოხსნილია, პროუდკა დარჩენილი. ბაკის ნასოსის რელეებია დარჩენილი და ტრაინიკებია დარჩენილი. დანარჩენი მანდაც ყველაფერი მოხსნილია, ნასოსის დამატებითი მოხსნილია, სტოკი გდიაში, მაგრამ დაერთებულიც არ არის. შემდეგი კიდე რა არის მოხსნილი? თითქმის ყველაფერი მოხსნილია, რაც ალთერმარკეტი ეყენა რა. ტორმუზები $800. ექშენი 9 უკვე. დისკები და ტორმუზები. აგეის ბაბაშკებს და ჟალუზებს ხო უყურებს, ზედა $300 ღირს, ქვედა $200. კარობკას მაგრაველოდებოდი მეგონა რომ ეძაღლებოდა რამე ტურბო აყენია 60-70 და
იცლია ბიჭო ნასოსი ეყენა და მოხსნილია დაჩრეტილია სტოკი ჩააგდეს რა იქნება სპასიბა სუდი ამბავი თქვა ათალექს გააგდე ჯერ ყოლოფი ვაფშე სტოკია პუბლიკით სტოკია სუპრის პუბლიკი გადმოვიტანე ხალხური დავატოლე სტოკი მოკლედ კარობკა ჩამოვიღეთ სანამ ალექს ამოვიდა იმიტომ რომ გული არ მithმენდა გიდრომუფთა ეს არის ამანქანისა ის სუპრისაა და მოხსენის შესადარებლად იმიტომ რომ რაღაც გაჭრილი და გაკერილი მომეჩვენა მაგრამ N55 გიდრომუფთები ვიდეო მაგრამ იგივე ნაკერი აქვს ამასაც პროუდკა დავშალეთ და მარტო პროუდკა იყო სხვა არაფერი არ არის იდეაში კაპოტი დგა ცხელი კოლექტორი დგა ტურბოსტრაკი დგა და ეს რეებიც ჩამოყვა რა ნაწილებიც ჩამოყვა კი არა ედგა იმის მარტო ელექტროობაღაა დარჩენილი დაბლა შლანგები დაგვიტოვა მაგრამ მაგაშიც ფული დაზოგა არმირებული შლანგები არ ეყენა და ჩვეულებრივი შლანგები ეყენა კიდევ ერთი კაი ამბავი რაც ნახეთ ისე დგა პერფორმანსის უკანა დიფუზორი უდგას რაც $1200 ღირს მაგრამ საქართველოს პირობებში მაქსიმუმ ალბათ $350 ღირდეს კიდე ხო ნასტროიკა წავიკითხე და ნახე რომ 60-70 ტურბო ეყენა 60 იყო წინა მხარე და უკანა მხარე არ ვიცი ამ კომპიუტერს მოხსნი ავთოს გაუგზავნი და ნახოთ აბა ერთი რა ქონდა გაკეთებული და რა ეწერა ცვირი მოხსენი წინა მხარეს არაფერი არ იყო დაზიანებული აი საერთოდ იდეალურად ჟალუზები ისინი დაჩიკები მაჩიკები არაფერი ლანჟერონი არაფერი შეხებული ერთადერთი ვენტილატორი იყო ამაში გადაბზარული ესეც რამ გაბზარა არ ვიცი სავარაუდოდ ამდენმა დაშლა აწყობა ხელი დაადო ცოტა ცუდად რა ვიღაცამ და ჩატეხა ან ზედ დადგნენ სავარაუდოდ ცივ კოლექტორს ვაყენებდნენ ზედ დადგნენ და ჩაუტყდათ კიდე სლივები დაგვიტოვეს და კაი ხარისხის სლივებია თავის შეფუთვებით და ყველაფერით შეიძლება სუპრაზე გადაყვანა და ესეთი ძუძუკები უყენია აქეთ რა ძრავი ტრიალებს ძრავს ჩავიხედეთ რავი არაფერი არ აჭირს ძრავს პირველ მეორე ცილინდრში ჩავიხედეთ იდეაში და პირველ მეორე ცილინდრს არაფერი არ ჭირდა და მე მეხუთეში ჩავიხედები მეხუთეა ყველაზე საჭირო და ყველაზე ხშირად მეხუთე ცილინდრს ერხევა ხოლმე რა ორჯერ უკვე გამოვცადეთ მეხუთე ცილინდრის ძალა ავი დანარჩენი არაფერი სტანდარტული 340-ია არაფერი აღარ უდგა მეტი რა ეხლა დავშლით ძრავს ჩამოვიღებთ რავი რაც ფასეული იყო მოკლედ მოხსნა რა ამის იმედი მქონდა ერთადერთი რომ მოხსნა დაეზარებოდათ და ესეც არ ედგა ან მოხსნა იმიტომ რომ კოლოფი იყო რამდენი ვოლტი ქონდა დატოვებული 2-3 3 ვოლტი გაიხო დაჭერილი რა ერთი ვარიანტია რომ ედგა და მოხსნა მეორე ვარიანტია რომ კოლოფი გაფუჭებული იყო და შეცვალა იმიტომ რომ ზეთი იყო თლათ ახალი ანუ არც შეფერილობა არც სუნი არაფერი არ ქონდა ძრავში ლიქვიმოლიეს ხა სტიკერები და გასაღებზე იცოდნენ სხვა თუ არაფერი ზეთის ფასი მაინც იცოდა კიდე რა უნდა გავაკეთოთ ამ მანქანაზე რავი დანარჩენი არაფერი დისკებიც მოკპარეს კაპოტი იდეალური და ძალიან ლამაზი კარბონები არ ქონდა დანანებული დანარჩენი უკვე არ ვიცი ძრავს ჩამოვიღებთ ძრავშა პორშინი ქარხნული ჩანდა ზემოდან რომ ჩავხედეთ მაგრამ გალოკას ახსნით მერე და აქ მეორე ვარიანტი ისა გვაქვს რომ ეს არის ექსპორტიანი გალოკა twin scroll-ია ეს turbo და ეს გალოკა პირდაპირ გადავაყენოთ სუპრაზე და სუპრა როგორც იცით არის გენორის პირველი ვერსია და ამ გალოკას რო პირდაპირ დააყენებ გამოდის გენორის მეორე ვერსია რა ანუ ორპორტიანის მაგრად ექსპორტიანი სუპრა გვეყოლება ერთადერთი მაგაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ძრავი და ну კიდე იმაში რომ დამატებით ნაწილები გვექნება ფარსუნკა გვექნება სვეჩი ბაბინა რა ყველაფერი რაც შეიძლება რამე დაგვრჩდეს ყველაფერი გვექნება რა და ეს რაღაცა გვაქვს კიდე და ეს ხუფი დაზაგლუშკებული იყო იმიტომ რომ ოილქეთში ეყენა და ესეც გვაქვს რომ რამე ძრავის კრიშკა დაზაგლუშკებული ეს გალოკას დაზაგლუშკებულია ოილქეთში სპონჯში საქშენები და ისინი გაუქმებული აქვს და აქედან ამოაქვს რა ეგ არის ამ მანქანაზე სხვა მე მგონი არაფერი აღარ არის სანახავი ჩვენი იმედები არ გამართლდა კოლოფთან დაკავშირებით
შიგნით დაშვებული არაფერი არ არის და შიგნითაც ქარხნულია და აღარ გავხსნით, იმიტომ რომ ზეთი რაღაც დაუღაროთ. დანარჩენი ეს მანქანა იშლება რა. რაც არ გვჭირდება გავყიდით, რაც გვჭირდება რეზერვში დავალაგებთ სახში. ხო, ერთი ვარიანტი კიდე ისა გვაქვს, რომ ახალი პროექტი გააკეთეს ინგლისში, Supra გააკვადროვეს და ყველა ის ნაწილი გვაქვს, აი full bolt-on-ი შეგვიძლია გადავკრიფოთ და Supra გავაკვადროვოთ. რამდენად გავაკეთებთ? მაგას არ ვიცი. იდეაში ზის რა, უბრალოდ პირველი რო აკეთებ რაღაცას, შენ თუ უნდები 5 თვე, მერე ვიღაცა იგივეს აკეთებს შენი გამოცდილებიდან 1 თვეში და ძალიან არ მინდა რომ პირველი ვიყო და ვიცვალო და კიდე ავთოს და მეორე ბუბუს აქვს ეგ იდეა და ალბათ დაველოდები, იმიტომ რომ ბევრი აღარ ვიცვალო რა. თუმცა იდეის დონეზე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ M240 კვადრო და M340 კვადრო სადაც 1750 კილოებია და Supra კვადრო გამოდის 1580 კილო და ძალიან მაგარია რა. 200 კილოთი ნაკლები გამოდის, ისედაც სუბუქია და 80 კილო ემატება 100 კილო რო გაკვადროვდება. ეგ ყველაფერი მაქვს, კოლოფი ის მაქვს. თუმცა მე მგონი რომ მეზარება. ეხ გავაგზელებთ ძრავის ამოღებას. გამზადებული გვაქვს უკვე ყუმბარები უნდა გადახსნათ და ამოვაფრთხთ. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, წინ კიდე ორი საინტერესო მანქანა მოდის. გზაშია, ერთი ჩამოვა 2 კვირაში, მაგრამ ის გადასაღები არ არის და შემდეგი ორი რასაც ველოდებით და რაც მოგდის, ორივე ძალიან საინტერესო მანქანაა და ძალიან იშვიათი. და იმის ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ. ერთს არაფერი არ ჩამოყვება ვიცით, იმიტომ რომ ვიცით და მეორე ჩამოდის ისეთი საინტერესო მანქანა, რაც მანქანაში გადახდილია. ერთი სფასი დაკიდების სისტემა უყენია რა. და იმედია სხვა კიდე ბევრი რამე იდგმება. მასველებს მანქანის დღეს მდგომარეობა არის ესეთი, ძრავი ჩამოვიღეთ. შიტოკი წინა მხარეს ყველაფერი დაშლილი გვაქვს, საქარემინა, სალონი, ყველაფერი მოხსენით, რაღაცები გავყიდეთ კიდეც. რაც დავთვალეთ ამ მანქანაზე მოხსნილია $20,000 ნაწილები, თავის ცივი კოლექტორით, ტურბოთი, გაგრილებით, ყველაფრით და თქვენ რო არ გქონდეს იგივე რისკი, ამას ძალიან დიდ როლს ასრულებს ავტოიმპორტიორი კომპანია. რამდენად სწორედ უნდა შეარჩიო, ჩვენ არ ყავს მეგობარი ავტოიმპორტიორი კომპანია, ამ ყველაფერს ჩვენი თუ აკეთებთ და B58-ზე საკმარისზე მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა და ეგ რისკი გათვლილი ქონდა, იმიტომ რომ ხედავდით ჩვენი თვალით და იქ რაღაც ორი კაბელი რომ მოხსნილია, მარტივად ვხვდებით რისია და რატომ მოხსნეს და 80%-ს M340-ზე და M-ებზე და Supra-ებზე ძრავის კომპიუტერიც მოხსნილი აქვს ხოლმე და რთულია ესე ტიპი, რომელიც დიდად ვერ ერკვევა რომ ჩახედოს, თან მაგრად დაამუღამეს რა, გაძარცვა M-ებზე და M-ებზე გულისხმობ. M4-ზეც ბევრი რამე იყო მოხსნილი. ანუ ისე ხსნიან და მერე ისე ტოვებენ, რა თვალით თუ რა 10 ჯერ არ გაქვს ნანახი და შენი ხელით არ გაქვს მოხსნილი და დაყენებული, ვერ ხვდები რომ გიხსნიან რა და ამ რისკებს ამცირებს ავტოიმპორტიორი და გამოცდილი ექსპერტი, ვინც უშუალოდ ვისაც უკავშირდებით და ყიდულობთ თქვენთვის მანქანას რა. ამ ყველაფერს ჩვენი თუ აკეთებთ, ჩვენი თუ არჩევთ და ჩვენი ჩვევით ამ ყველაფერს. თუმცა კარგი იქნებოდა რომ ყოლოდა თქვათ ძრავის და რისკების შეფასებაში თუ არა ჩამოყვანაში და რაღაცაში მაინც დავხმარებოდა, უფრო მაგარ პროექტებს და საინტერესო მანქანებს ვიყიდით. ეხლა ავიღოთ ამ სოროკის კადრები, ალექს, ეხლა რა მდგომარეობაში არის რა. საკალბასეში რო ჩავაბარეთ ფაქტიურად, ხო, თელავში იშლება კიდე, ჩემეზოში გადავტიხრავ აქეთ რაღაცებს ვაკეთებ. სავალი ჯერ გვიდგას და კიდე Supra-ზე გვეფიქრება. ტრავერსი გვაქვს, ყუმბარები შიგნით აწყვია, წერუები, რაც კი რამე ჭირდება, ჯერ არაფერი არ გამიყიდია. ყველაფერი ადგილზეა და კიდე განხილვის პროცესია ეგ პროექტი.
უზი ვარ სერიოზულად ინკარულმა გადაიღო ეხლა და ცოტა ბევრი კადრი ჩავსვათ მაგისი როგორ დადის მაგრამ ვიდეოშივე გამოჩნდა რომ ხანდახან პრობლემები აქვს და აი ეგ პრობლემები არ მინდა Oh dear, it's got a fault. Call roadside assist drivetrain failure. თან ეგ ყველაფერი არ დაждდება იაფი და არ იქნება მარტივი და არ იქნება რომ ოპ მოდი ტრავერსში ჩამოვაგდოთ, შევაგდოთ კვადროს ტრავერსი და ყუმბარები გავუყაროთ და გავაქციოთ. და კიდე ფინანსურ ხარეს უყურებ ერთი და მეორე დროს და ნერვებს კიდე რომ ანუ რამდენად გაუძლებს ნერვული სისტემა, ასევე ფინანსები და ასევე დროის ფაქტორი რა. ნახოთ, სუპრაზე ტურბოს ვსვლით, რაღაცებს ვაკეთებთ კიდე და ჯერ ესე შევხედავთ, წელს ესე დავასრულებ და 2027 წელს ნახოთ რა იქნება რა. თქვენ რას იზავდით ჩემ ადგილას? სუპრას გააკვადროვებდით თუ დატოვებდით უკანა წამყვანს ამ დრაგის ახალი წესებიდან გამომდინარე. ფიქრობ, რომ თან ის ვაიბი აღარ იქნება სუპრას რაც აქვს, მაგრამ ძალიან მაგარი ტიპი იქნება რა, სუპრა რომელიც 2-3-ში ჩქარდება 0-ას და ასევე 100-200-იც ძალიან მაგარი აქვს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასევე დამიწერეთ კომენტარებში თქვენ ამ მანქანას დაშლიდით თუ აწყობდით და სუპრაზე გააკვადროვებდით თუ არა. ამით კი გემშვიდობებით, შემდეგ ვიდეომდე დრაგის სერიები ახლოვდება და ძალიან მაგარი დრაგი მოდის წინ, ღამის დრაგი. ვნახოთ რა იქნება ღამის დრაგზე. შეიძლება რაღაც სიურპრიზები გქონდეს და შეიძლება არა, აღარ დაგასპოილერებთ, დაკათე ალექს, კარგად ზანდებოდით. ჩემი კაცი.